პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 7 მაისის დილას ინდოეთმა ისლამაბადის კონტროლირებად ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაცია დაადასტურა ინდოეთის ხელისუფლებამაც და განაცხადა, რომ იერიში მიიტანა მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც სამხედროები იყენებდნენ. თავდასხმა მოხდა ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ნაწილში. ერთ-ერთი რაკეტა აგრეთვე მოხდა პენჯაბის შტატის ქალაქ ბაჰავალპურში მდებარე მეჩეთს, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სარაკეტო იერიშების შედეგად სულ 8 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთათვის შურს იძიებენ. I think India ფიქრობ, ინდოეთი ახლა პაკისტანისგან სასტიკ პასუხს მიიღებს, რადგან ჩვენ აგრესორები არასდროს ყოფილვართ. ინდოელები საკუთარ მთავრობას ეჭქვეშ აყენებენ, რადგან მათ არ აქვთ მტკიცებულებები, არ აქვთ ფაქტები და ისინი გაურბოდნენ გამოძიებას, რომელიც პაკისტანმა ინდოეთს შესთავაზა. ისინი თავს დაესხნენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს მეჩეთს, თავს დაესხნენ 5 სხვადასხვა ადგილს. პაკისტანი ამას უპასუხებს და პასუხი იქნება ძალიან ეფექტიანი. შეცდომაში არ შეხვიდეთ და მშვიდობის სურვილი ჩვენს სისუსტედ არ მიიჩნიოთ. very effectively მოგვიანებით პაკისტანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქვეყნის საჰაერო ძალებმა 5 ინდური საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრიათ. პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თავდაპირველი ცნობებით 3 ადგილია, რომელზეც ქაშმირში იერიშები მიიტანეს. მათ შორის კოტლი, მუზაფარაბადი და კიდევ ერთი ადგილი. მადლობა ღმერთს, დიდი ზიანი არ მოჰყოლია და ამას სრულმასშტაბიანი პასუხი გაეცემა. ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნიუ-დელის კონტროლირებად ქაშმირის რეგიონში პაკისტანის დაბომბვას 3 ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მათ დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანის კადრები გაავრცელეს.